Hei, სათხარ გასაფრენად? აი რა თქვენთან და როგორც იქნა გადავიღო ჩემი პირველი ვიდეო. მე ვაპირებ 30 დღეში ეს სხეული რომელსაც ეთყობა რომ ახალი წელი აქვს გადატანილი დაუბრუნოთ ძველ ფორმას. პირველ რიგში მჭირდებოდა ფიტნეს ინსტრუქტორი. ვინმე ესეთი, ან თუნდაც ესეთი. ამ დროს ჩამესმა ჩემი პოტენციური გამომწერების ხმა. Thomas baby at Chim's for garbage. ამიტომ გადავწყვიტე რაიმე ახალი მეცადა. მაგალითად ხელოვნურ ინტელექტზე რა სიტყვით. შეძლებს ჩამინაცვლოს ნამდვილი ინსტრუქტორი? თუ არ ვცდით ვერ გავიგებთ. ამიტომ მივწერეთ ChatGPT-ს, რომელსაც ვთხოვეთ ჩემი მოთხოვნების შესაბამისად შეედგინა დეტალური კვების რაციონი და განრიგი როგორ უნდა მევარჯიშა ამ 30 დღის განმავლობაში. ეხლა მივდივარ დარბაზში, პირველი დღე არის ვარჯიშის. სანამ ვარჯიშს დავიწყებდი, პირველ რიგში ავიწონე. აღმოჩნდა რომ 63 კილო და 600 გრამი ვარ. შემდეგ რამოდენიმე დისციპლინაში გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები. წოლჩიმზე შევძელი ამეწია 70 კილოგრამი. ხოლო რაც შეეხება აზიდვებს, მხოლოდ 10 თვის გაკეთება მოახერხე. ყველაზე სუსტი აღმოჩნდა ფეხები. 60 კილოთი ჩაჯდომა მოახერხე მხოლოდ და მხოლოდ. ეს ბოლო ვარჯიში არის ყველაზე ბოლო მისვლა იქნება ეს კარდიოს, ნახოთ 15 კალორიას რამდენი წამში დავწავთ, 30 დღის მერე იგივე გავიმეორებ და მე შევადაროთ დროები. I'm fast as fuck, boys. 2 წუთი და 54 წამი დამჭირდა 15 კალორიის დასასვავად. რადგან პირველი დღე იყო, სუბუქად ვივარჯიში და მხოლოდ რამოდენიმე ვარჯიში გავაკეთე. დღეს ვარჯიშის პირველი კვირა. ცოტა არ იყოს და კუნთები მტკივა. ეხლა მოვედი სამსახურიდან და ძალიან მეზარება კარდიოზე წასვლა. მაგრამ თუ რამეს აკეთებ, ბოლომდე უნდა გააკეთო, ამიტომ წავედი. გამოვედი დარბაზიდან. აი ვისაც გამოგიცდიათ რა. ფეხის ვარჯიშის მერე მექანიკა მანქანისწარება, აი საშინელება არა. ეხლა მოვედი ვარჯიშიდან, ცოტა წყალიც გადავივლე და გეჟივით მშია. გაჩვენებთ ეხლა რა ვჭამ ხოლმე ვარჯიშის შემდეგ. გათმის ფილე ბრინჯთან ერთად. ბოსტნეული. თავჭამოთ თან TikTok-ი ავსკროლოთ. რაც გამისწორდება იმას შევჭამ და მაინც დავიკლებ, გასაგებია? ვარჯიშის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ. რამოდენიმე დღე არ გადამიღია ვიდეო. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სადმე გამოჩნდება ფეხი გადამიბრუნდა. ამიტომ რამოდენიმე დღე ჩაგვივარდა. ასორი, ეხა ბევრად უკეთესად ვარ, რომ გავაგრძელოთ ვარჯიშს. არ ვიცი დღეს მე რამდენი დღეა, სადმე აქ გამოჩნდება. მოგეთ ეხლა მივდივარ სავარჯიშოდ. ცუდი ამბავი მაქვს. დღეს სამსახურში შემაცდინეს. დაკვება დავარღვია. აი, ამით. საღამოა, უფრო ზუსტად 9-20 წუთია. ეხლა წავალ მეგობარს გაუვლი. დამზადეთ კალორიებს როგორ მე დავწერ. ვარჯიშის მერე კამერის დაჭერა თუ მიჭირს ხალხში ხვდები რომ გაიგეიყო. მოკლედ ძალიან მეზარებოდა დღეს სავარჯიშო წასვლა. ჩემს ტრენერს ChatGPT-ს მივწერე, მეთქი როგორ მოვიცე. აი ნახეთ რა მიპასუხა. მოკლედ თუ დაღლილი არ ხარ, გაიძრე თავი და წადი. შედეგი მაგას მოაქვს. სახე არ შეიმჩნევთ, ახლა გაღვიძებული ვარ. ჩვეულებრივ გავუკეთ არ ვჭამდი ხოლმე, მაგრამ რაც ეს 30 დღიანი ჩელენჯი დავიწყე, მიწას ხოლმე დილით ვჭამო. ეხლა გაჩვენებთ რა ვჭამ ხოლმე დილობით. დაახლოებით 100 გრამი შვრია და 1 ცალი ბანანი. ზეიხო.
ჩემს მსგავსად ხაჭოზე არ გიждებით. აი ძალიან კარგ ხერხს გასწავლით, როგორ შეგიძლიათ ჭამოთ. გემოს გასანეიტრალებლად დავუმატეთ ხილი. საკუთრებით უხდება ვაშლი და ბანანი. როგორც იქნა დადგან ანატრი 29 დღე, ტექნიკურად 29-ია. მაგრამ ვარჯიში დღეს მიწევს ასე რომ დღეს გადავიღებთ რა შედეგები დავდეთ ამ 30 დღის განმავლობაში. რა მიღწევები გვექნება, გავაუმჯობესეთ თუ არა წინა შედეგები. ხო, დილით სიცხე მქონდა. მაგრამ ეხა უკეთესად ვარ. ხმაც არ შემჩნიოთ ესეთი ხმა რომ აქვს. ესე არის ხოლმე მნიშვნელოვანი დღეები არჩევების რაღაც ეგეთის გარეშე. ტრადიციულად ეხა გავუვლი მეგობარს და წავალთ დარბაზში. ალბათ ეხა დარბაზის კადრებს ელოდით. გადავიღეთ მოკლედ 29 დღე. ეხა მე დეტალურად მოგიყვებით რა როგორ იყო. თან კადრებს გაჩვენებთ. წავედით. დარბაზში მისვლისთანავე ავიწონე და აღმოჩნდა რომ ცოტა მეტი დავიკელი. და ეხა 61-3 ვარ. წოლკინზე პირველ მისვლაზე ავწიე 70, იგივე რაც წინაზე გქონდა. შემდეგ ვცადე რომ 5 კილოგრამით გამიზარდა ჩვენი წინა შედეგი და მოვახერხე რომ 75 ამეწია. აზიდოში ჩვენი მაქსიმუმი იყო 10. ამჯერად მოვახერხეთ 16 აზიდვის გაკეთება და წინა შედეგის გაუმჯობესება. ესე ჩვენი სისუსტე. როგორც გახსოვთ, თავიდან მხოლოდ 60 კილოგრამით ჩაჯრებას ვახერხებით. ამის შემდეგ გქონდა ფეხის ტრავმა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველი ვეჭერით შევძელით რომ აგვეწია 70. მოცი 50, 70. კაი დამატე. წონა დავამატეთ და შემდეგ მისვლაზე ვცადე უკვე 80 და 80 საწყებაც მოვახერხე. რა თქმა უნდა კარდიო, სადაც 15 კალორია დაგვიწვა. და ეს შედეგიც თორნა უკეთესია, ვიდრე წინაზე იყო. მივედით ვიდეოს დასასრულისკენ და რა შემიძლია ვთქვა. პირველ რიგში მთავარია რომ თუ რამეს მოინდობებ ცხოვრებაში და ამისთვის იბრძოლებ, აუცილებლად გამოგივა. მე კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და საკუთარი შედეგებით. ბევრი საუბრით ვინც არ წავიღებ, უბრალოდ ერთს კიტყვი. აი შენ, ეხლა ამ ვიდეოს თუ უყურებ, იცოდე რომ ყველაფერი შეგიძლია. მთავარია მოინდომო. მე კიდე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. თქვენთან იყო Iron Man.